დრო შენელდა და აჩქარდა. დროის აჩქარება და შენელება ფიზიკურ სახეს იღებს, ისეც რომ ვეღარ უარყოფ. იღვიძებს ერთ-ერთი ნიჭი, დროის შენელების და აჩქარების პროცესი. თავიდან ყველასთვის ეს იქნება როგორც რაღაცა დრო გამეწელა, რაღაც დრო შემინელდა, ჯერ ერთი იტყვის, მერე მეორე, მერე მესამე და ეს გახდება შემდეგ ბუნებრივი ფორმა ადამიანის ერთ-ერთი ნიჭის. რა უზრუნველყოფს დროის აჩქარებას და შენელებას? შუმანის რეზონანსი და ძალები, რომელიც შემოდის დედამიწაზე. რეალურად დრო კი არ ჩქარდება, არამედ ჩვენი ცნობიერი გადადის დროის კონკრეტულ ფაზაში, ან ნელში, ან სწრაფში. ჩვენი ფიზიკური მატერიისთვის, ჩვენი სხეულისთვის დრო არ ჩქარდება. დროში მოძრაობს ჩვენი ცნობიერი, ან ანელებს დროს, ან აჩქარებს დროს. ეხლა ყველა ვინც ამ პროცესს გადის, ამას აკეთებს ინსტინქტურად. ჯერ ეს ნიჭი არ არის მართვის მდგომარეობის პოზიციაში. ნელ-ნელა იღვიძებს, რომ არ გარეკოთ. და ფსიქიატრიულში რომ არ ამოყოთ თავი. ეს ბოლო პერიოდი დაიწყო, ეს ყველაფერი 2026 წლის შემდეგ. დრო საგრძნობლად მინელდება, ან მიჩქარდება. მაგალითად, A პუნქტიდან B პუნქტში თუ მივდიოდი ადრე და თუ მჭირდებოდა ამისთვის კონკრეტული დრო, ზოგჯერ მგონია მთელი საუკუნეა იმ კონკრეტულ გზაზე მივდივარ. ესე მგონია დროის რაღაც ხრელში მოვხვდი და ესე მგონია საუკუნეა მივდივარ. დრო იგივე გადის. რა დროც მჭირდებოდა ადრე, იგივე დრო მჭირდება. საქმეა ჩვენს ცნობიერში, ჩვენი ცნობიერი გადადის კვანტურ მექანიზმზე და ნელ-ნელა იღვიძებს ნიჭი, რომლის მიხედვითაც დრო შეგვიძლია ავაჩქაროთ ან შევანელოთ, მაგრამ ეს კონკრეტული დრო არის შეზღუდული. მაგალითად, შენ შეგიძლია მაქსიმუმ რამდენიმე საათით წინ ააჩქარო დრო, სწრაფად გაიყვანო, ან შეანელო რამდენიმე საათით. შენს თავში დრო. ისთვის არის ეს ნიჭი? ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, გინდა რაღაც საქმე გააკეთო და დრო არ ყოფნის. ჭირდება ამისთვის დაფიქრება, დაპროექტება, გაცნობიერება. ამისთვის შენი გონება გადაყავს ფიქრის ისეთ სწრაფ რეჟიმში, რის მიხედვითაც შენი გონის სისწრაფე მიწიერი დროის სისწრაფეზე სწრაფია, ამიტომ გარე დრო ნელდება. ხოლო როცა დრო მალე გადის, რეალურად შენი გონება ნელდება და გარე დრო სწრაფი გეჩვენება. ამიტომ როდესაც შენ დრო გეწელება, დრო კი არ იწელება, არამედ შენი გონება გადადის ფიქრის სწრაფ კოეფიციენტში და გარე დრო ავტომატურად ნელდება ამ სხვაობის გამო. მატერიალური დრო და შენი ფიქრის დრო ერთმანეთისგან განსხვავდება და შენი ფიქრის დრო უფრო სწრაფია. მაშასადამე დრო ნელდება. ეს ნიჭი მოქმედებს თავის დიაპაზონში, რამდენიმე საათით წინ, რამდენიმე საათით უკან. ეს ნიჭი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ მაგალითად ერთი თვეში ანელო დრო, ან ერთი წელი, ან ააჩქარო შენს თავში. თუმცა დადგება დრო, ადამიანები დააპრაქტიკებენ ამას და შეძლებენ მაგალითად რამდენიმე წამში გაიყვანს ერთ კვირას, ან რამდენიმე წამში ერთ კვირას გაატარებს საკუთარ თავში. ჩვენი გონება ცნობიერად აკეთებს ამას. ენერგიით იმუხტება ჩვენი ცნობიერი. ჰიპოფიზი არის, ზოგადად ჰიპოფიზი იმყოფება დროის მიღმა, ჯირკვალი და ის გადადის წინ და უკან. ამიტომ მომავალში ყველა დაიწყებს თავისი გონების მართვას დროში. მაგალითად, სტუდენტი რომ იქნები, გეტყვის მეგობარი, აუ ეს წასაკითხი გვაქვს, ან გასაცნობიერებელი. გადავა ცნობიერით სწრაფი ფიქრის რეჟიმში, გარე დრო შენელდება, 5 წუთში გააცნობიერებს 2 საათის გასაცნობიერებელს. ამიტომ დრო კი არ ნელდება. ჩვენი გონება სწრაფდება ან ნელდება. დამოკიდებულია რა ინტერესი გვაქვს. ადამიანები იცხოვრებენ სამი დროის ფაზაში. აწმყო, რამდენიმე საათი წარსული, რამდენიმე საათი მომავალი. ანუ რაც უფრო მეტი შუქი შემოდის დედამიწაზე და რაც უფრო შუმანის რეზონანსი მატულობს, ნელ-ნელა დროს აღარ ექვემდებარებით, დრო გექვემდებარებათ. როგორც ყველაფერი მომავალში დაგექვემდებარებათ, ვინც ღვთიურობაში იქნები. აქამდე თუ თქვენ ექვემდებარებოდით სამყაროს მექანიზმებს, ეხლა უკვე სამყაროს მექანიზმები სამყარო თქვენზე იწყებს დაქვემდებარებას. ამიტომაც ბევრი წერს, რომ დრო ისე აშენელებული, თითქოს დრო არ იძვრის. დრო იძვრის. შენი გონება აკეთებს ძვრას, ან წინ, ან უკან. მომავალში გველოდება ეს ნიჭები. ეს ერთ-ერთი ნიჭია. კიდევ უამრავი ნიჭების შესახებ მომიწევს საუბარი. ეხლა წინასწარ არ ვსაუბრობ ამ ნიჭებზე, იმიტომ რომ ჯერ სხვა რამე გაქვს სასწავლი, მაგრამ რადგან უკვე ფორმა მიიღო ნიჭმა და უკვე რეალურ სახეს ავლენს ფაქტით, შედეგით. ამიტომ დავიწყე ამაზე საუბარი და ჩავწერე ეს ნაშრომი. ეს ხდება ჩვენთვის დრო კარგავს თავის ხაზ
ხაზობრივ ფუნქციას. ჩვენთვის დრო აღარ არის ხაზობრივი ერთი მიმართულებით. არამედ ლავირებს დრო. ხშირად მომისმენია ვიღაცეებისგან, რომ მეორედ მოსვლის შემდეგ დრო შენელდება და დრო საერთოდ არ იქნება. დრო იქნება. უბრალოდ დროის მართვას დაიწყებ. ამაშია საქმე. ეხლა აქ უნდა დასვათ თავარი კითხვა. რისთვის არის ეს ნიჭები, რომელიც გვეძლევა? რისთვის გვეძლევა დროის აჩქარების შენელების ნიჭი? რისთვის გვეძლევა ემპათიის ნიჭი? რისთვის გვეძლევა სხვა ადამიანის აზრების წაკითხვის ნიჭი? ყველაფერი ეს ნიჭები რატომ იღვიძებს ჩვენში? პასუხი არის მარტივი. მეორედ მოსვლისთვის. რატომ? თქვენ როგორ გგონიათ? ღმერთი როგორ დაგიცავთ? უბრალოდ უხილავად გეტყვის რაღაცას და შიმშილს აგარიდებს და საფრთხეს აგარიდებს და ყველაფერს უბრალოდ ესე უხილავად? ღმერთი შემოდის შენში და შენ დროის შენელებით და აჩქარებით შეძლებ სწრაფად მოახდინო რეაგირება გარკვეულ სირთულეებზე. მეორედ მოსვლის დროს განსაკუთრებით. მაგალითად, ოთახში ხარ, სადაც უნდა გაატარო 5 დღე. შენ 5 დღეს გაიყვან სწრაფად, საკუთარ თავში ჩაიტვირთები და გარეთ დრო აჩქარდება. ან პირიქით, თუ გჭირდება რომ დრო შენელდეს, რაღაცას ვერ ასწრებ გაცნობიერებას, ექსტრემალურ სიტუაციაში დროს შეანელებ და მეტი დრო გექნება საფრთხის მიმართ რეაგირებისთვის. ეხლა დაგისაბუთებთ იმას, რასაც ვსაუბრობ. ამბობენ გარდაცვალების წინ ადამიანს მთელი ცხოვრება წინ ჩაუქროლებსო. ასევე თუ ადამიანი ან ავარიაში მოყვება, ან რაღაც ექსტრემალური მდგომარეობა აქვს და სიცოცხლესთან არის კავშირში ეს, ადამიანისთვის დრო ნელდება. უცებ ფიზიკურ დონეზე, როდესაც ჩვენ რაღაც სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ვართ, დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი და სხვადასხვა ნივთიერებები, რომელიც ტვინის მუშაობას აჩქარებს. ეხლა მე გიხსნით ნეირობიოლოგიას. ტვინის მუშაობას აჩქარებს და აქედან გამომდინარე დრო ნელდება. ამიტომაც არის რაღაც ექსტრემალური მომენტის დროს, როცა ადამიანის გარდაცვლას ჩახედავს თვალებში, ავარიის წინ თუ სხვა დანარჩენის წინ, მისთვის 1 წამი ხდება 4-5 წამი, 6 წამი. ტვინი გადადის სწრაფ რეჟიმში. გულისცემაც ჩქარდება, ჰიპოფიზის მეტი სისხლი მიეწოდება, ჰიპოფიზი გადადის სწრაფ რეჟიმში და ფაზირებს დროში რეალურად. ანუ გონების სისწრაფე უფრო მეტია, ვიდრე გარესამყაროს დროის სიჩქარე. და ამას ადრე თუ აკეთებდა ადრენალინი ისიც რამდენიმე წამით. ეხლა უკვე ადრენალინი აღარ არის საჭირო, ღვთიური ენერგია აკეთებს ამას. ავტომატურად ღვთიურ ენერგიას გადაყავს ტვინი ფაზირებაში და ტვინი იწყებს სწრაფად მუშაობას და დროში სწრაფია. ამიტომ ეს რაც აღწერე არის ფაქტი, რეალობა. ეს ყველაფერი მიიღეთ ბუნებრივად, ყველას ეს მომავალში გელოდებათ, დაიწყეთ სულის ზრდა, შეიმეცნეთ თქვენი თავი, თქვენი ნიჭები და მომავალს დახვდით ყარად, მომავალს დახვდით წინ, მომავალს დახვდით ადგილზე. ეხლა განვიხილოთ რისთვის არის ეს ნიჭები. თქვენი მომავალი სიტუაციებისთვის არის ეს ნიჭი, გესმით? ესე აპირებს უფალი თქვენს გადარჩენას. მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ის რომ უფალთან იყო, თუ მაინც ჩვენში ძალები იღვიძებს. უფალთან რომ ხარ, სისუფთავეში რომ ხარ, ღმერთის კაცი რომ ხარ, ღმერთის ქალი რომ ხარ და სისუფთავე გაქვს, ამიტომ იღვიძებს ეს ნიჭები, თორემ ბნელში თუ იქნები, ეს ნიჭი არ გაიღვიძებს და მეორედ მოსვლის დროს რა უნდა ქნა? როგორ უნდა გადარჩე? შენ თუ დროის შენელების აჩქარების ფუნქცია არ გექნება, შენ თუ შენი მეტაბოლიზმის შენელების ფუნქცია არ გექნება, როცა საკვების პრობლემა იქნება, შენ თუ ღვთიურ ენერგიაზე არ იჯდები, როცა საკვები არ გექნება, როცა წამალი არ იქნება შენი იმუნიტეტი, ღვთიური თუ არ იქნება, როგორ აპირებ ამ ყველაფერს? ვერანაირად. ამიტომ არის, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთი ედგება ამ ადამიანებს გვერდითო, ღმერთი ეტყვის სად იქნება უსაფრთხო ადგილიო, ღმერთი ეტყვის სად იქნება საშიში ადგილიო, შენი ღვთიური ნიჭი გეტყვის, შესაბამისად ღმერთი გეტყვის ავტომატურად. სად არის საფრთხე, რომელი ადამიანია საფრთხის მომცველი, რომელს შეგიძლია მიენდო, მის აურას დაინახავ, ენერგიებს აღიქვამ, სიზმარხილვაში წინა დღით ადრე ნახავ, რა მოხდება შენ თავს და როგორ აარიდო ამ საფრთხეებს თავი, ამის გარეშე ვერ გადარჩება ადამიანი, ამაშია საქმე და ავტომატურად ღმერთთან თუ იქნები გადარჩებიო. მაგრამ ხალხს არ ესმის, რას ნიშნავს ეს? ამას ნიშნავს. ღმერთთან როცა ხარ, შენში იღვიძებს ღვთიური ძალები, არც ავანტყოფობა გეკარება, არც საკვების დეფიციტი და არც სხვა დანარჩენი. სწორედ ამ უდიდესი გლოვის პროცესში გადარჩენისთვის საჭირო იქნება შენი ზებუნებრივი ნიჭები და შენ ამ ზებუნებრივი ნიჭების მართვა უნდა იცოდე ასევე. გააცნობიერე ეს. ეს გადაგარჩენს. ამიტომ ნუ გონია რომ შენ უბრალოდ ილოცებ, მეც არაფერს არ გააკეთებ, ან ღმერთი გეწამება, მეც არაფერს არ გააკეთებ და გადარჩები. ნუ გგონია ეს. მასე არ არის. შენ უნდა შეისწავლო შენი თავის ინსტრუქცია, ვინც ხდები იმ თავის მოხმარების ინსტრუქცია. საქმე არის ამაში, ეს ნიჭები იღვიძებს იმისთვის რომ გადარჩეს. ეხლა საბაზისო თავარფუნქციური ნიჭები იტვირთება. ემპათია, აზრების წაკითხვა, აურის დანახვა, ადამიანის ენერგიის შეგრძნება და დროის შენელება აჩქარების ფუნქცია. სხვა ნიჭები მოვა ახალი,
მაგრამ ჯერ მოდის თავარწყაროდ მნიშვნელოვანი ნიჭები, ისეთი როგორიც არის დრო.